გამარჯობა, ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს დიაგნოზ მიღმა. ჩემთვის დადგა ესეთი ძალიან სერიოზული გამოწვევა. ან ჩემი ჯანმრთელობა და ან ჩემი შვილის ფეხზე დაყენება. როცა ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, დაავადებაზე, სიმპტომებზე, ყველაზე მთავარი გვავიწყდება ადამიანები, რომლებიც ამას უშუალოდ გრძნობენ. და სწორედ გვინდოდა რომ მათი ხმები გაგვეხმოვანებინა. ჯერ დიაგნოზი რო გავიგე შოქში ჩავარდი. ხო, ჯერ გეგონა რომ გავიწყდები. საერთოდ გაგონილი არ მქონდა, ან გაფანტული სკლეროზი მეთქი დამავიწყდება ზედა საერთოდ რო არც გამიგია. ძალიან ბევრს გონია, გაფანტული სკლეროზი არის გონებრივ კი ბატონო. იმასთან, დემენციასთან. ეს აბსოლუტურად არ არის ცნობიერებასთან კავშირში. ანუ დაავადება უნდა მართოს შენ და არა გმართოს შენ. აი ეს არის თავარი შინაარსი. არავის არ დავუჯერებდი საკუთარ თავზე რო არ მქონდეს გამოცდილი ის რომ აბსოლუტურად უნარო ვიყავი თვენახევარი და თვენახევარში დავიწყე ნელ-ნელა სიარული ხედვა და მეტყოლება. ამიტომ არ შეგეშინდეთ მოусმინეთ საკუთარ თავს. ჩვენი ხმა უნდა იყოს, ვინც არ იცის, თუნდაც ვინც არ აღიარებს, ვისაც სიმპტომი აქვს და ვერ ხვდება, ჩვენ ვიყოთ ტრიგერი ამ ადამიანების სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელებისკენ. ჩვენი ლოზუნგი მარიკა ვკიცის არის ერთად ერთმანეთისთვის. გამარჯობა, ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს დიაგნოზ მიღმა. ეს სივრცე იქნება ზუსტად ის ადგილი, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ დაავადებაზე, არა მარტო როგორც კლინიკურ ტერმინზე, არამედ დაავადებაზე, რომელთან ერთადაც გვიწევს ადამიანებს ცხოვრება. ამ პროექტის რამოდენიმე ეპიზოდი იქნება გაფანტულ სკლეროზზე, სადაც გვეყოლება სტუმრები და ვისაუბრებთ ძალიან თავისუფლად და ძალიან გახსნილად. პროექტის იდეაც სწორედ იქიდან დაიბადა, რომ როცა ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, დაავადებაზე, სიმპტომებზე, ყველაზე მთავარი გვავიწყდება ადამიანები, რომლებიც ამას უშუალოდ გრძნობენ. და სწორედ გვინდოდა რომ მათი ხმები გაგვეხმოვანებინა ამ პროექტის საშუალებით. სავარაუდოდ გაკვირვებას გამოიწვევს ის, რომ მე, რომელსაც არანაირი შეხება არ მაქვს სამედიცინო სფეროსთან, არც განათლება არ მაქვს და ვარ მსახიობი და იურისტი, აღმოჩნდი აი ამ სივრცეში, ხო? შენთან ერთად ქეთი და ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომლებიც გვეყოლება მოწვეული სხვადასხვა გადაცემაში სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ მე ვფიქრობ და იმიტომ დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას, რომ სავარაუდოდ ჩემი ხმა იქნება ის უბრალო ადამიანის ხმა, რომელმაც არ იცის აი ესე სიღრმისეულად რა არის, ვთქვათ, ეს დაავადება, რა შეიძლება მოყვეს, როგორი შეიძლება გადარჩენის გზები იყოს, სად იმედი იყოს, სად დაგვიანებული იყოს. მოკლედ ვიტყვი, რატოა ახლოს ეს თემა ჩემთან და რატოა პირადული. პროექტის აღიარებას მივესალმები და ძალიან მოხარული ვარ, მაგრამ პირადულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონდა ეს დაავადება და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა გაფანტული სკლეროზის პაციენტთა კავშირის ორგანიზაცია. ეს მოხდა 2009 წელს და გიორგი, რომელიც იყო აქტიური ცხოვრებისეულად, იყო სპორტსმენი, მართლა სიცოცხლით სავსე, მაგრამ არ ვიცოდით მისი დიაგნოზი, ჯერ კიდევ მედიცინა და ცნობადობა არ იყო იმ დონეზე, რომ ეს რამდენი წლის წინ დავაზუსტოთ. გიორგი ამ დაავადების მატარებელი იყო 26 წელი, მაგრამ ჩვენ ფონდი ჩამოვაყალიბეთ 2009 წელს. ფონდის ჩამოყალიბებით გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა თავისნაირ ადამიანებს, გაესაჯაროვებინა სწორედ ეს დაავადება, ცნობადობა აემაღლებინა და სწორი და დროული დიაგნოზირებით დაემარცხებინა, მოდი ასე ვთქვათ. რამოდენიმე დღის წინ, როცა ჩვენ რაღაცა შეკრება გქონდა, რომ უნდა მოგვეყვანა სტუმარი. და სტუმარზე რომ საუბრობდით, სახელი და გვარი გაჟღერდა ისეთი ადამიანის, რომელსაც მე ძალიან ბევრი წლებია ვიცნობ. ეს ადამიანი იყო ჩემთვის იმედის მომცემი, ტრიგერი იმისთვის, რომ მე უკეთესად რაღაცები მეკეთებინა ჩემს სფეროში, კვეთა ქონდა ძალიან ბევრჯერ, რამოდენიმეჯერ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი არის აი ამ დაავადების მატარებელი. ეს არის მარიკა ქაჯაია, რომელიც ეხლა გვყავს სტუდიაში ჩვენ და ჩემთვის აი ამ აღშფოთებასთან და ამ რაღაცა სევდასთან ერთად მივხვდი, რომ ეს არ არის ის დაავადება, რომელსაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება. ამ
დაავადებას აქვს ისეთი რაღაცეები, რაც არ ვიცი, აი მარიკა, სიცოცხლით სავსე, ჩემთვის სამაგალითო, ხალისით, ენერგიით, ყველაფრით, რომ არის აი აქ გვიზის სტუდიაში ნათელი მაგალითი, რომელიც რა ვიცი, არ ვიცი, რა სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ საერთოდ შეხება არ ქონია ანა შენ ამ ყველაფერთან. ძალიან მომწონს აი ამ პროექტის ფარგლებში შენ რო ოჯახის წევრი ყავდა გაფანტული სკლეროზიანი და მე რო პაციენტი და ჩემს მაგრად კიდე სხვები ციკლებიან. და მე ცოტა მერიდება, რომ ცოტა ისეთი კითხვები არ დავსვა, რომელიც საერთოდ რაღაცა ჩემს ეს ის კითხვები იქნება, ani რომელიც ადამიანს ნებისმიერ ამიტომ არ მეაკრო, ზუსტად ის კითხვები დავსვა და არ შევიზღუდო თავი. მინდა რომ მომიყვეს შენი ამბავი როგორ აღმოაჩინე და რამდენ ხანში მოხვდი სწორ აი ეხლა გეტყვი ზუსტად ნახე მე ჩემთან ძალიან აგრესიულად დაიწყო იდეაში მაგრამ აგრესიულობამდე აი რა იყო სიმპტომი ესე ვთქვათ ანუ ესე ვერ იტყვი იმიტომ რომ თვალში რაღაცა ვერ გავიგე თვალი რაღაცა ვერ გავიგე მტკივა უცბად აგერია თვალი არა მე რაღაცა არ მომეწონა თვალი არაფერი მივედი არაფერი არ არის მწვანეს უყურე ბუნებას უყურე იმას უყურე ამას უყურე ასე შემდეგ ოფთალმოლოგთან მივედი ხო ოფთალმოლოგთან მივედი კი ბატონო ამის მერე წავედი დასასვენებლად მეგობარმა წამიყვანა მზე აპროვოცირებს იქ მეძინა სულ, ანუ საოცარ ადგილას ვიყავით დასასვენებლად და კი არ უნდა იდეაში ძალიან აქტიურად უნდა ყოფილიყავით და აი სულ მეძინა. ჩამოვედი ანა და რამდენიმე დღეში ბავშვი მიმყავდა სკოლაში. და წავიქეს ფალიაშვილზე. 54-ში. აი ესე მოვდიოდი, მგონია რომ მივდივარ. და პირდაპირ თურმე წავედი რა. ანუ წაიქეცი, გული წაგივიდა თუ ფიზიკურ სწორობა დავკარგე. მეგონა რომ სწორად მივდევა, კი ბატონო, რომელზეც შეიძლება აბსოლუტურად ყურის ექიმთან წახვიდე. ამოვარდა კრისტალი გეგონოს რომ ამოგივარდა. უბრალოდ ესე მძაფრად რო არ ყოფილიყო გამოხატული, ალბათ ნუ ასე მაგნიტურ რეზონანსზე ესე უცბად არავინ არ შემაგდებდა. ნახე, მე წავიქეცი, თავი მივარტყი, იმას რა ქვია, ხეს კიდე კაი, იმიტომ რომ მაშინ უკვე იატაკზე და მიწას დავასკდებოდი. დამინახა ჩემი შვილის მეგობრის მამამ, რომელსაც ასევე სკოლაში მიდიოდა ბავშვის გამოსაყვანად, დამიყვანა სახლში. მეზობელი მეგობრის დედა მყავს ნეიროპათოლოგი, რადგან თავი დაარტყი, მაგიტო ცოტა ხანში ამოვიდა და მოკლედ ესეთი პერიოდი იყო, თან რაღაცა სვეტიცხოვლობა იყო, მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე, რაღაც აი დასვენების დღეები იყო, ყველაფერი არ მუშაობდა, მაგნიტორეზონანსი ღამე არ კეთდებოდა, მაშინ ეს იყო პირველი შოკი. ოღონდ ნახე, ერთი კითხვა მაქვს, რომ შენ რატომ მაგნიტური რატომ უნდა გადაგიღო, იმიტომ რომ თავი დაარტყი და შერყება გამოერიცხა თუ მოწყვეტილი ვიყავი. აი უღონოდ მოწყვეტილი ვიყავი და აი ეს მხარე ნელ-ნელა წამერთვა. მარიკა, მოდი რა, რადგან ტვინზე მივედი და ამ ტომოგრამაზე უნდა ვთქვათ, რომ ამ დაავადება შეიძლება ეხლა უდრო ის არის გადახვევა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ როგორც სიტყვაზე მე უბრალოდ ვიცი და წართხოვნია, ალბათ ძალიან ბევრს გონია, გაფანტული სკლეროზი არის გონებრივ იმასთან, დემენციასთან, სკლეროზი არის ჩვენში, როგორ არის, ხო? ჩვენი ასაკის რომ არის გონებრივი, ცნობადობის სამაღლებაზე მუშაობ პირველ რიგში. აბსოლუტურად არ არის ცნობიერებასთან კავშირში ეს არის გაფანტული სკლეროზი, იმიტომ ქვია, რომ იგი ურტყავს ფიზიკურ აქტივობას, გიზღუდავს. უფრო გაფანტული კიდე იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილას შეიძლება იყოს და ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. გასაგებია, ეს მინდოდა მე თქვა, რომ უბრალოდ гоნება, სუსტო რაც როგორც ქვია ამას, ანუ დემენციასთან არანაირი კავშირი აქვს, აბსოლუტურად არანაირი. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივობა ქონდა. ზუსტად იქ იყო მიზანი, რომ აი ცნობადობა მაგით უნდა გაგვეზარდა, იმიტომ რომ რაღაცა სტიგმა ქალებში, რომ აი როგორ გავთხოვდე, ოჯახში როგორ მივიღებენ რაღაც და იყო ესეთი შემთხვევები, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ახლობელი სამსახურიდან გამოუშვეს, რომ სკლეროზიანი სამსახურში არ მჭირდებაო. ანუ აი იყო ეს მომენტები, ანუ და მაგ სკლეროზიდან ამოვდივარ ზუსტად, ხუცების სკლეროზი არა ეს სკლეროზი რა ეგონა, რომ ეხლა ვინც სამსახურიდან გაათავისუფლა, რომ სკლეროზი ქონდა და დღესაც იმუშავებდა ხვალ ანუ
მე ხდება ის რომ უკვე დიაგნოზირებული ხარ, ოღონდ შემდეგ კიდე ხდება ზურგის ტვინის სითხის ეტიოლოგია უნდა ხო აი სამედიცინო თუ ესე დეტალურად მოჩავეძიებით როგორც არის რომ გინდება უკვე რომელი ფორმა, რა ფორმა, რანაირად ნამდვილად ეს არის თუ კიდე რამდენიმე სახეობა კერა შეიძლება იყოს სხვადასხვა კერები ხო სხვადასხვა კერები სხვადასხვა რაოდენობა ჩემ შემთხვევაში 4-ია თუმცა ჩემ შემთხვევაში 4 კერის აქ არ არის ერთი მაქვს ზურგის ტვინში 3 მაქვს თავის ტვინში ძირითადად არის თავის ტვინში და ზურგის ტვინში და რაზე შენ შემთხვევაში რაზე ეხა გეტყვი ჩემი კი ბატონო პირდაპირ იყო პასუხისმგებელი რაზე ხედველობაზე მეტყველება სიარული კიდურები 3 თვე ფაქტიურად გამწვავებულად დაიწყო მე ვერ გადაადგილება არ შემეძლო მარტო ვერ ვხედავ ვერ ვმეტყველებ და ვერ დავდივარ განწყობა, ორგანიზმი და დროულად დასმული დიაგნოზი. დროულად აღმოჩნდა. აი ეს ძალიან ბევრის გიორგის შემთხვევაში იყო გვიანი, იმიტომ რომ მაშინ არ იცოდნენ საერთოდ ახლა მაგის ვერ ხერხდებოდა და რამოდენიმე დღეს ცოტა მძიმე ვინც არის ჩემს ახლა სტატისტიკას ვერ გავაკეთებ ნამდვილად, მაგრამ მე რასაც უყურებ, დაგვიანებული დიაგნოზით ძალიან მძიმე ამბავი. აი ეს დიაგნოზი აი გიორგის დაგვიანებული დიაგნოზის შემთხვევა იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ ჩამოეყალიბებინა ეს ფონდი, შეეკრიბა ეს ხალხი, აღნიშნული და ბრძოლა დაეწყო ერთად, ცნობიერება გაეზარდა და ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში, დროული დიაგნოზირებით ადამიანი ჩვეულებრივად ჯამრთელდება და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ხდება მერე. ბავშვი ეს გავიარე. ცხოვრების ხარისხიც არ ვარდება გარდა იმისა, რომ ბავშვი, შენ როცა შეგიძლია ქალს რომ ბავშვი გააჩინო იქ უკვე რაზეა საუბარი. რაზე ვსაუბროთ? ესე იგი შენ ხარ სრულყოფილი, ხო? ამ დიაგნოზით შენ როცა შეგიძლია რომ ეს დანიშნულო. რა თქმა უნდა, ეს შინაგანიცა შეიძლება ჯანსაღ, სრულიად ჯანსაღ ადამიანს ისეთ დაემართოს ლოგინს ჩაწვეს და ვერასდროს ვეღარ ააყენოს სიტყვაზე და ადამიანს რომელსაც სხვა სინათლე აქვს, სხვა მისია აქვს, მოდი რა ესე ვთქვათ რა და სხვა იმედი აქვს, ოღონდ იმედი არა რეალობა. რა თქმა უნდა. ის ისა რაც არის ჩემთვის. ამ შემთხვევაში ძალიან ვწუხარო მე უბრალოდ გიორგის არ ვიცოდი და ვერ დამთხვე და მარიკა ეხლა ჩემთვის არის. სამაგეროთ მარიკა იცი. ხო, დღეს ნამდვილად არ უნდა თქვა უარი, მით უმეტეს როცა ვარსებობთ ჩვენ, არსებობენ მარიკასნაირი პაციენტები, რომლებიც იმედით უყურებენ კი არა და სამომავლო დიდი ამბები აქვს და გეგმები და რატომაც არა. მაგრამ აი ჩვენ ვართ მოტივატორები. ჩვენ ვართ ადამიანები და ის გუნდი, რომელიც ერთად ბრძოლის მხარდაჭერას უცხადებთ, აი ასე ვიტყოდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა არის პატარა ასაკის ბავშვებიც ხომ არიან, არა? წარმოგიდგენთ ხა მათი მშობლები. ყველას ყოშვილები, აი რა რთული გასააზრებელია და საბრძოლველია. აი რატომ უნდა გიწევდეს გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ჩართულია და უფასოა ეს პროგრამა. ეგზისტენციალურ რაღაცაამდე მივდივართ, რაღაცა ისევ ალბათ რაღაცა კულტურიდან გამომდინარე რაღაცა ცოტა დამახინჯებულ რაღაცა სოციუმამდე რომელსაც არ შეუძლია აღიარება რანაირად შენ თუ იცი რომ ეს დიაგნოზი გაქვს შენ თუ იცი რომ გადარჩენის გზა არსებობს 1 2 3 რამოდენიმე პრეპარატი რანაირად ეს მაშინ არ იყო ეს მესმის მე მარტივად ვლაპარაკობ იმიტომ რომ მე ძალიან რთული გარედან ვარ ამ ყველაფერში მაგრამ მე უბრალოდ არ მესმის რა ვიცი რომ რა გადარჩენის საშუალება იყოს და არ გადარჩე? ამიტომ ნახე, მე მაინც მგონია თქვენი ხმა პირველ რიგში, თქვენი ფონდის. აი ამ პროგრამის არსებობის, რომელიც იძახის რომ ასე და ასე და ფაქტია, ეხლა ჩვენ ხო არ ვიგონებ. თუ არ იცის სიტყვაზე, ეხლა ვიღაცაზე ზის და ჩვენ შეიძლება გვიყურებს ღმერთმა დაიფაროს ყველა, ხო, უბრალოდ. ხო შეიძლება აქ მე დამემართა ეხლა კურსის დაავადება, წეღან ჭრაში, რო გავითიშე ის გამახსენდა, თვალში რო ვერ ხედავ ის გამახსენდა, ფეხი რო გადავუტრიალ და იმ დღეს, ანუ ხვდები და ვიღაცა შეიძლება ეს აქვს.
ვერც ხდება, იმიტომ კი არა რომ არ აღიარებს და არ უნდა რომ დამალოს რომ ისა გაფანტული სკლეროზი, კი არა დამალოს, უბრალოდ ვერ ხდება. დაუბუჟდა ფეხი, დაუბუჟდა სიტყვაზე ვიძახი. ხო შეიძლება რომ ესეთიც მოხდეს, ხო შეიძლება ხდება. წლები კონდეს და ვერ ხდებოდა ან დაძინებული იყოს. ანუ მატარებელი სანამ ის არ გადავა ანთებით პროცესში, სანამ არ გაიღვიძებს. ხო და ეხლა ყველა ხო ვერ წავალ და ვერ გავისინჯებით. ანუ როცა დატრიგერდება ორგანიზმში და სიმპტომატიკა მატულობს ან რაღაცა უცნაური ან რაღაცა, ყველა ვარიანტში ფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ჩემი მისია ამ პროექტში მე ეხლა დავინახე. ჩემთვის იყო რთული, ჩემთვის იყო სანერვიულო რაღაცა დიდი პასუხისგებლობა იყო ამ ყველაფერში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი ხმა უნდა იყოს მისია იმისი, რომ ყველასთან მივიდეს, თუ ეს სტატისტიკა არ არსებობს და ვიცი რომ არ არსებობს, ძალიან რთულია და ძალიან ცუდია, მაგრამ იქნებ გადავარჩინოთ. იქნებ სრულყოფილება შევუნარჩუნოთ. აუცილებლად ახლა გიორგის დროს ხო რა იყო და ახლა ჩემ დროსაც ნახე პირველადი კვლევებით რაღაცები არ ფინანსდებოდა. ანუ ჯერ დიაგნოზი რო გავიგე შოკში ჩავარდი. ხო, საერთოდ გაგონილი არ მქონდა, ან გაფანტული სკლეროზი მეთქი რამჭირს ამისთანა საერთოდ რო არც გამიგია იმისთანა. მეორე ის რომ კვლევები და რაღაცები ძალიან ბევრი თანხები იყო საჭირო. ანუ სანერვიულოდ რო არ გრჩება, ხო იცი რომ შენ თავთან რაღაცა არ მაშინ არ იყო ეს მკურნალობა უფასო არ იყო. არაფერი არ იყო. აბა რითი დაიწყო? ნუ ეხა ეგ უკვე საკუთარი ხარჯები და ეს არა რითი ანუ იყო ის რომ თქვა გეყიდა ანუ ისე იყო იმაში რომ მკურნალობა ინიშნებოდა თავიდან პირველადი მკურნალობა გაიდლაინით გაწერილი რაც არის ეგ უკვე შენ თვითონ გეუბნება ექიმი რომ ეს უნდა გაიკეთო თუ მიდიხარ და იკეთებ შენ დროს კი ბატონო მიდიხარ და იკეთებ და მე უკვე რომელ წამალზე როგორ წამალზე და ეხა ძალიან ბევრი არჩევანია უკვე ამ წამლების და არის საოცარი ამბავი ის რომ სახელმწიფო აფინანსებს უძვირეს წამალს არაერთს თავიდან ბათუმის მერი აფინანსებდა ამას ბათუმში ჩვენთან არ იყო და ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის რომ თბილისშიც ყოფილიყო და ეხლა გავიგე რომ რამდენი ხანია იმდენი მირეკავს რეგიონებშიც უკვე 2025 წლის 1 სექტემბრიდან უკვე რეგიონებშიც აფინანსებს ყველას და ანუ გამოჩნდნენ პაციენტები ეს კითხვაც მაქვს ანუ რაც ვთქვათ სახელმწიფომ დაიწყო ამის დაფინანსება და ეს გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის პაციენტებმა იმრავლა, ანუ დაფიქსირება, რომ ეს დაავადება არსებობს, უფრო მეტი გახდა? სამწუხაროდ მე რაც მსმენია, მე რაც ვიცი და როგორც ვიცი, უბრალოდ ძალიან პაციენტებმა იმრავლა არა იმიტომ, რომ ცნობადობამ გაიზარდა, თუმცა ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდი საქმეა ეგ. რაღაცნაირად ძალიან ბევრს კი. ასაკობრივი ზღვარი ქონდა თითქოს და აღარა აქვს. მაინც ვფიქრობ ასაკობრივი ზღვარი არა, ალბათ უფრო არის, რომ ყველაფერი იცის უკვე დღეს აღარაფერი და ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია. ნახე ინფორმაციულ ვაკუუმში რო არ ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი უკვე. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არის კარგი, მაგრამ შენ იმდენი ინფორმაცია შემოგდის, რომელიც შენ არ გჭირდება და იტვირთავ თავს, მაგრამ ზუსტად რაც გჭირდება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ინფორმაციის გამჭირვალობის და უკვე რო დაიწყო ეს ისა, მაგიტო გამოაშკარავება მაგით და მე ვფიქრობ, რომ მაინც არის ფინანსური აქ რაღაცა საკითხი, რომ რადგან არის უფასო და ვიღაცას მართლა, იმიტომ რომ თავისთავად ესეც ერთგვარი შებოჭილობა, როცა იგებ შოკი იმის რომ შენ როცა არ გაქვს, შეიძლება შენ ადამიანი თვითონ ისეთი იყო, რომ შენ ოჯახს გაუფრთხილ და იცოდე, რომ ძალიან დიდ ხარჯებთან არის და ყველა რომ არ მინდა რა და ხო არ გამორიცხავ მაგას და მაგიტო იმრავლა და ნუ ეს არის მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ სულ ფაქტიურად გიორგის საქმეს გამარჯვება, გაგრძელება, რომ არის სრულიად უსასყიდლო, არის სრულიად უფასო, არის სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ ხო ვიცით, მარიკა, ყავს პაციენტი, რომელსაც ერთი სახლის ფასად დაუჯდა გასულ წლებში ის რომ დღეს აი ამ მდგომარეობაშია. ანუ გახანგრძლივება ჯანმრთელობის ხაზის. მიუხედავად იმისა, იცოდა რა დაავადება ქონდა, მაგრამ მას რომ არ ქონოდა ეს ფინანსური თავისთავად. ანუ ჩემ შემთხვევაშიც იგივე იყო აბსოლუტურად. ანუ რო ვთქვი რომ გავყიდი ყველაფერს და რაღაცას ვიზავ მეთქი, ექიმა მითხრა რომ აი
რამდენი ხანი აი როდენდე გეყოფაო და ნახე ჩემთვის დადგა ესეთი ძალიან სერიოზული გამოწვევა ან ჩემი ჯანმრთელობა და ან ჩემი შვილის ფეხზე დაყენება ნახე ჩემ შვილს ჩემს მეტი ანუ არ ყავს არავინ ესე ვთქვათ ხო რომელიმე უნდა მეკრა და მე ჩემ ჯანმრთელობაზე ფაქტობრივად მაშინ უარი ვთქვი და მეთქი ბავშვს მივხედებ ჯობია რომ ბავშვი დავაყენო ფეხზე ეხლა ეს არ არის ხალხო ეს რამხელა რამეა რაღაცის წინაშე აძლევს საშუალებას პაციენტებს რომ ვართ ჩვენ აქ მე დარწმუნებული ვარ აი ამ პროექტის პირველი არა არც გადაცემა არ მინდა რომ სერია თუ რაცა ეპიზოდი მოდი ესე ვთქვა ამ პროექტის პირველი ეპიზოდის აი ამ მსვლელობაში ჩვენ მონაწილეობას ხვდები რა არის რისთვის ვართ და რისთვის უნდა ვიყო და რისთვის უნდა გავაგრძელოთ ეს პროექტი ძალიან კეთილი საქმეა ძალიან როგორ გითხრათ ჩვენი ლოზუნგი მარიკა მკეიცის არის ერთად ერთმანეთისთვის ამ სიტყვებში ძალიან ბევრი რაღაც მოიაზრება და მინდა ყველა მიცოდეს რომ აი ფინანსური დაძაბულობა მაინც არ კონდეს და ის შიში რომ აი რა მეშველება და არ მიწევს არაფრის გაყიდვა უბრალოდ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება დავამარცხოთ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ცხოვრების ხარისხიც რაღაცა ხო ვიწრო ეპიზოდით იცი რაღაცას დამარცხება არ მიყვარს სიტყვა და რატო გეტყვი ნახე როგორი რაღაცა დასამარცხებელი აქ ისედაც არაფერი არ არის იდეაში უნდა მართო იმეგობრო ანუ დაავადება უნდა მართო შენ და არა გმართოს შენ აი ეს არის თავარი შინაარსი. აი რამდენიმე მომენტია ნახე მანდ ერთი რომ ანუ იცი რომ ანუ არ მოკვდები, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. მეორე იცი რომ რამდენადაც იმეგობრებ და რამდენადაც ორგანიზმს მოусმენ მით უფრო ბევრი უფრო შეამოკლებ პროცესს რეგენერაციისას. და სრულყოფილად დარჩები და ერთადერთი და ეს ფინანსური დახმარება ხო აი საოცარი ამბავია, რომ საფიქრალი არ აქვს ეხა სად ვიშოვო, რა ვიშოვო, როგორ გავიკეთო, სად გავიკეთო რა აი ნუ საოცარი და ინფორმაცია რომ ამდენი გაქვს ხა წარმოიდგინე უკვე აი ნებისმიერ აკრიფავ გაფანტულ სკლეროზს და უკვე სხვა ინფორმაცია შეგიძლია ის სიმპტომები მოირგო ანუ მიხვდე დაახლოებით მაინც შეიცნო რა გჭირს ერთადერთი პირველი შოკის დროს აი ფსიქოლოგის დახმარებას ჩავრთავდი და აი კამფეტი ყველაფერი არის კამფეტი ჩემი ფსიქოლოგი, ჩემს პრაქტიკაში, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა, ვერ დავასახელებს ახალს დაგვარს ერთად ცნობილი ადამიანია, ახალგაზრდა გოგოა, მაგას ვენაცვალე, როცა შეხედავს, მიხვდება ვიზე ვლაპარაკობ, პირველად მე ვერ ვლაპარაკობდი. და ანუ მწვანილი ვეგდე ფაქტობრივად დივანზე რომ ყურზე მომადეს და მალაპარაკეს და ისეთი აქტიური რასაც ვაკვირდები ძალიან აქტიურ ქალებს ემართებათ და გოგოებს და გაფანტული სკლეროზი, აი ძალიან აქტიურებს, ანუ ეგ ამბავი დაამთავრე, იმიტომ რომ არ გემუქრება შენ. არა, რო დამემუქროს რას უარ მეშინია, საერთოდ, მაგრამ არ გემუქრება, ხო? აი შენი ხასიათი გადმომედოს და რა ვიცი. მაგას ვენაცვალე, იმიტომ რომ ვიცახდი რომ აი მე ცოტა რო დავიწყებ გერების გამოთქვა, ვთქვი რომ იმას ალბათ სხვა რამე აქვს თქო, იმიტომ რომ არ შეიძლება მეთქე ხა ამ მოცემულობიდან ასე ამბავი. ზუსტად ეხლა ნახე შენ ვიღაცაზე ყოფ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გაიმეორო რა იცი? რა მდგომარეობიდან კიდევ ერთხელ გავიმეორე. ნახე, კიდევ ერთხელ გამიმეორო რომ კარგად გაიგოს უკვე. ვწევარ, ვერ ვხედავ, ვერ დავდივარ და ვერ ბგერებსაც ვერ წარმოვთქვამ, მაგის თქმა მინდა. და უბრალოდ მე ჩემ მეგობრებს ვეუბნებოდი, როგორ არ გადაიღეთ მეთქი ყოველი დღე. როგორ მასწავლიდნენ ნაბიჯ სიარულს, როგორ დავინახე თავიდან ჩრდილები, აი სიშავიდან ჩრდილები როგორ დავინახე, აი ღუღუნი როგორ დავინახე. ალბათ მათთვისაც შოკი იყო. არა, მე საერთოდ ეხლა ანუ ერთადერთი რაც მინდოდა რომ ფეხზე ცოტა ხანი მაინც მეთქი დავდგე, რომ რაღაცა მინდოდა მომესრო და გამეკეთებინა და მეთქი მერე თუ გინდა მოკლედ რაც გინდა და როგორც გინდა. ეხლა ერთადერთი სურვილი მაქვს მე მინდა რომ რა თქმა უნდა ეს დაავადება საერთოდ არ იყო
იყოს, არ არსებობდეს. არც არავის არ ჭირდეს. მაგრამ ძალიან არც საყვარელია, არც ანი. არა, სხვა რაღაცას უყვები, რა მინდა ეხა. სამყარო საერთოდ არ არსებობს, გაქრეს. ხო ეს მინდა. არ არსებობდეს დაავადებული ადამიანები ამ დაავადებით. მაგრამ თუ სადმე ვინმე არის, ვინმე მარიცის, ვინმეს არ გაუგია, ვინმეს არ უთქვავს, იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, იმიტომ რომ ვერ ხვდება რომ ესე აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ ფეხი უბუჟდება და გონია რომ ფეხი უბუჟდება, ვერ ხედავს, იმიტომ რომ გონია რომ კატარაქტა აქვს, არა. მინდა რომ ყველა ადამიანმა ნახოს და გაიგოს, ყველა ადამიანმა გადაარჩინოს საკუთარი თავი. თუ საკუთარ თავს ვერ გადაარჩენს, ნათესავი, მეზობელი, ნაცნობი, უცნობი, მე მინდა რომ ჩემი და თქვენი ხმა მივიდეს ყველას. აი ახლა კიდე ერთ რამეს გეტყვი მანდ, იმედია ძალიან არ გავიგრძელდა ხმა და იმედია რაღაცებს არ იმაშვები, ნახე. მე ვიტყოდი ჩემ შემთხვევაში ერთ რაღაცას და დარწმუნებულია ბევრი შემთხვევაში. კულტურა მასწავლა ამ დაავადებამ, რა? რისი კულტურა? საკუთარ თავთან დამოკიდებულების კულტურა მასწავლა. დისციპლინა, ნახე, არასოდეს არ ვისვენებდი. აი გადაწყვამდე უნდა მექნა ყოველთვის ყველაფერი და ასვენება ჩემთვის არ იყო ეს არ იყო ეს არა ბიჭო დაპაუზდი ცოტა ხო შეიძლება რომ დაპაუზდე რა კულტურა ისწავლე საკუთარი თავის ხო შეიძლება მოусმინე ორგანიზმი რას გეუბნება მეტი არაფერი არ უნდა ეგ მასწავლა მე შენ რატო აბრალებ ახლა შენ ამას რამეს რომ იმიტომ დაგემართა რომ არ ისვენებდი ანუ რა არავინ არ იცის ჯერჯერობით დღესდღეობით არავინ არ იცის საიდან რა როგორ თუმცა ჩემ შემთხვევაში აი არ ვიცი საიდან და როგორ მაგრამ აი ისე კარგად მასწავლა და ერთ-ერთმა ექიმმა ისე გემრიელად მითხრა მარიკა ორგანიზმს მოусმინე სხეულს მოусმინე რა უნდა იმდენ კომედიას უყურე მე ცოტა ხანი უკვე რო თვალებში ვიყურებოდი და ჯერ კიდე კარგად ვერ დავდიოდი და ვერ ვიყურე იმდენ რაღაც ფოთოლს შევხედე იმას შევხედე რაღაცა დავისვენე რაღაცა ჩემ თავში ჩავიხედე რაღაცნაირად ჩემ თავში სხვანაირად რო გამოვყავით საკუთარ თავს იმისთვის რომ ჩემ თავზე მეფიქრა მე დაუბრუნდა თავის საკუთარ თავთან აი ამაზე დიდი რამე ჩემთვის ალბათ სხვა ვერავინ ვერ ისავდა იმიტომ რომ ვერცქნა ვერავინ ფაქტია ხო სანამ არ დამაგდო ძალით აი ზუსტად იქამდე სანამ აი არ დაეცი და არ გადაყირავდი შენში რა სიმპტომები იპოვე ხო არ შენ მეუნები რომ იმდენი რაღაცა რომ ვერ მიხვდები ნაადრევი დიაგნოსტიკა ანუ ადრეული დიაგნოსტიკა როგორ უნდა გააკეთო ხა ფეხი რომ გამიბუჟდება გავიქცე ექიმთან ისედაც დაურბივარ ნუ მართალი გითხრა ჩემი შემთხვევის მე ძალიან ბევრი გავარდა მაგნიტურ რეზონანსი ანუ ისეთი რამეა რომ აი აი ხო რაღაცა ყველა წავიდა მაგრამ ესე ვერ კონკრეტული ყველა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა ამ დაავადებისთვის არის საკვანძო. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იმაში რა გამწვავების პერიოდში ადრეული დიაგნოზი თუ დაძინებული არ ფსარგიშავებს. ხო, ანუ და გამწვავების პერიოდში თუ დიაგნოზი დაისვოვა და რა პრობლემა ეგ არის უკვე დროული დიაგნოზი. ძალიან, ხო? ანუ შენ ამას სახლში ჩვეულებრივად ყველა დაავადების პროვოცირებელი არის სტრესი. მოდი აქედან დავიწყო და ის სტრესი ალბათ უფრო უკვე სერიოზულ სიგნალს მოგცემს იმისა, რომ მართლა მოусმინო შენ სხეულს და მიმართა დროულად დიაგნოსტიკას. ეს თერაპევტი იქნება. როცა დავისტრესები და ის მე თქვა დაგვეცილი ხარო რა. სულ სტრესილი ვარ, რა ვიცი. ასე რომ მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც დღეს აღმოაჩინეს ან მოისმინეს ჩვენი გადაცემა, ჩვენი ეს პროექტი და რაღაცა ნიშანი მაინც მიეცათ იმისა, რომ აი მე ხომ რაღაცა მსგავსი არ მჭირს, რომ არ შეშინდნენ. ჩვენ ყველა ერთად ერთმანეთისთვის აი ეს უფასო სახელმწიფო პროგრამით შეგვიძლია დავუდგეთ გვერდით ვანუგეშოთ კიდევაც მაგალითებიც მოვიყვანოთ ფსიქოლოგი ერთი ფსიქოლოგი ორი ფსიქოლოგი მე და მაგალითებით ვესაუბროთ ხო ცოცხალი მაგალითი კიდე აი არ შეეშინდეთ არ უნდა შეეშინდეთ ეს არის განაჩენი არ არის განაჩენი ნამდვილად შოკისგან არავინ არ არის თავიდან დაზღვეული იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს ახალი ამბავი ნებისმიერი კარგი ცუდი ყოველთვის არის შოკი შოკის გამოსვლიდან რაღაც ცოტა პერიოდი უნდა და მერე თავარია არ შეეშინდეს არავის
არ დავუჯერებდი საკუთარ თავზე რო არ მქონდეს გამოცდილი ის რომ აბსოლუტურად უნარო ვიყავი თვენახევარი და თვენახევარში დავიწყე ნელ-ნელა სიარული ხედვა და მეტყველება ამიტომ არ შეგეშინდეთ მოусმინეთ საკუთარ თავს სახელმწიფო გვერდში გიდგა წამლები არის დიაგნოზირება ექიმები არიან სასწაულები იმიტომ რომ არ შეეშლებათ სად და სად არ გადაუმოწმებიათ ჩემ ახლობლებს და აბსოლუტურად სწორად ადგენენ დიაგნოზს აქ ასე რომ არაფერი სანერვულო არ არის უბრალოდ ერთი მინდა ის რომ არ ებრძოლონ და უმეგობრდნენ მოусმინონ რა გაიცნონ და მე არ ებრძოლონ და უმეგობრდნენ ეს არის მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კაი სლოგანი და ძალიან რა ვიცი მარიკა მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო თავიდან ვინერვული ვიფიქრე მართლა და მადლობა იმისთვის რომ შენ ხარ ესეთი მადლობა რომ შენთან ესეთი მეგობრობა მომიწევს ძალიან მენანება გიორგი და გიორგიზე ჩვენ შემდეგ გადაცემებში უფრო გავშალოთ და იქნებ ერთი გადაცემა საერთოდ ერთი ეპიზოდი მე და შენ ჩავწეროთ ამაზე საუბარს კაი გიორგი კაი თბილისელი გიორგი ისეთი რა ხო და გიორგის ამბავიც იმიტომ მოხდა რომ იყო დაგვიანებული მკურნალობა არც ერთ შემთხვევაში მეც როგორც პაციენტის როგორ თქვა ალბათ ყველაფერი გავიარე შეიძლება ითქვას გარდა დაავადებისა თვითონ ძალიან ჩემს შენთან ერთად ცალკე მინდა უფრო ღრმად და უფრო ვისაუბროთ რომ მაგალითები ვიყოთ ადამიანების რომ ცხოვრება გრძელდება მაგალითი ხარ შენ მაგალითი არის მარიკა და მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივი კითხვებით რომელიც რა ვიცი როგორ შეიძლება გრძელდება ეს დიაგნოზი არ არის არც განაჩენი არ არის და არც პირიქით რაღაცნაირად გაფრთხილების ცხოვრების სტილს იცვლიან უფრო სხვა თავიანთ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ ამ დროს თურმე ეს შესძლებია და აქ არაფერი არ იცვლება პირიქით რაღაცა გარდატეხა ხდება უბრალოდ ემეგობრონ მტრად ამ დაავადებას ვერ დაუდგებ, იმიტომ რომ მოგება. გაიცან და დაუმეგობრ. კი ბატონო, ერთად ერთმანეთისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ყველას და ჯანმრთელობა ყველას.